მოგესალმებით, უპირველესად ყოვლისა მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის, დაინტერესებისთვის. ასევე სანამ ჩვენ პრეზენტაციას დავიწყებთ, მინდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელი ფორმატი ითვალისწინებს ოდნავ განსხვავებულ მიდგომებს, რაც გულისხმობს როგორც სამწლიანი შედეგების ანგარიშის ჩაბარებას, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ კომუნიკაციას. ჩვენ გვაქვს ასევე სასიამოვნო სიახლე და ახალი ტრადიცია, რომელიც დღეს ინერგება და ამის თანამონაწილენი ვართ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი. დღეიდან საქართველოში 20 ნოემბერი იქნება ფერმერის დღე. შესაბამისად, ჩვენ ჩამოყვანილი გვყავს რეგიონებიდან ფერმერები. დიდი მადლობა. კოოპერატივების წარმომადგენლები და მოხდება მათი დაჯილდოება პრაქტიკულად ყველა რეგიონიდან საქართველოში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია ვაწარმოოთ საზოგადოებასთან, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღონისძიებები გაატარა სახელმწიფო ბოლო წლების მანძილზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის მიმართულება და ამ მიდგომებმა რა შეცვალეს დარგში, რა შეცვალეს მოსახლეობისთვის, ფერმერებისთვის და გლეხებისთვის. ჩვენი მიზანი გახლავთ საქართველოს ვაქციოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად. ნაცვლად იმპორტიორი ქვეყნისა, ვინაიდან ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს და დავიკავოთ საპატიო ადგილები საექსპორტო ბაზრებზე. მე ასევე მინდა ხაზი გაუსვა ყველა იმ მიმართულებას, რომელიც ბოლო წლების მანძილზე განხორციელდა და მე მინდა გითხრათ, რომ დაწყებული ბიუჯეტიდან პრაქტიკულად ყველა მიმართულებაში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. ასევე მინდა შევეხოთ გადამამუშავებელი საწარმოების გადამუშავებული კოეფიციენტების, ესე ვთქვათ, ციფრებს, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენ გვაძლევს იმ მონაწილეობის კოეფიციენტს მთლიან შიდა პროდუქტში, რომელზეც ძალიან დიდი ხანი მიმდინარეობდა ხოლმე დისკუსიები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ სტრატეგიით. სოფლის მეურნეობის სტრატეგია გახლავთ ახლად შემუშავებული სტრატეგია, რომელიც ჩვენ დავნერგეთ პრაქტიკაში სამოქმედო გეგმასთან ერთად, რადგან სტრატეგია სამოქმედო გეგმის გარეშე წარმოუდგენელი იყო, შესრულებული იყო და მიმდინარეობს ძალიან მკაცრი კონტროლი მთელი სამინისტროს უწყებების შემადგენლობების მასშტაბით მისი შესრულების კუთხით. ძირითადი მიმართულებები გახლავთ ფერმერთა და აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ინსტიტუციური განვითარება, მელიორაცია და ნიადაგის ნაყოფიერება, ვინაიდან ეს გახლავთ ალბათ ფუნდამენტი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, რეგიონალური და დარგობრივი განვითარება და აქვე აღსანიშნავია, რა თქმა უნდა, სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროექტები, სასურსათო უსაფრთხოების საკითხები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ შევეხებით და დავინახავთ ერთსულ მოსახლეზე თუ რა მდგომარეობა გვაქვს და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ასევე სურსათის უნებლობა, ვეტერინარია, ფიტოსანიტარია, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულებები სოფლის მეურნეობისა, კლიმატის ცვლილებები, რა თქმა უნდა, ადაპტაცია, შემზადება და რა თქმა უნდა კლიმატ-გონივრული ინსტიტუტების განვითარება ქვეყანაში. მე მინდა წარმოგიდგინოთ ბიუჯეტი, თუ როგორი სურათია, თქვენ ხედავთ თუ როგორ შეიცვალა ბიუჯეტი 2011 წლის შემდეგ, პრაქტიკულად 300 მილიონამდეა დონორების დახმარებით მისული და შესაბამისად ჩვენ გეგმავთ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდეს, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, თუ რამდენად პრიორიტეტულია დარგი სახელმწიფოსთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ შევეხოთ მთლიან შიდა პროდუქტის წარმოების ნაწილს, სადაც აგროსასურსათო პროდუქტის გადამუშავების ნაწილში გვაქვს 10%-იანი ზრდა. ეს არის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები და შესაბამისად ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვისაუბროთ 2015 წლის 6 თვეზე, თუმცა ინფორმაცია არის, ესე ვთქვათ, ოფიციალური წყაროებიდან და ამიტომ მნიშვნელოვანია დავეყნოთ ერთ წყაროს. მიუხედავად იმისა, ჩვენ სამინისტროს ფარგლებში გვაქვს შიდა სტატისტიკის წარმოების პრაქტიკა დანერგილი, რომლითაც ჩვენ ასევე შეგვიძლია ოპერატიული ინფორმაცია მოვიძიოთ, მანამ სანამ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდება. ასევე მინდა შევეხოთ აგროსასურსათო პროდუქციის გადამუშავების ნაწილს, როდესაც არის ხოლმე დისკუსია იმაზე, თუ რამხილაა სოფლის მეურნეობის მონაწილეობა მთლიან შიდა პროდუქტში, როგორც წესი ითვლება ხოლმე პირველადი წარმოება, რომელიც არის 9.2% გასული წლის მონაცემების მაჩვენებლებით, მაგრამ საერთოდ მთლიანი გადამუშავების წილი არის გაცილებით უფრო მეტი და ეს არის ის წილი, რომელზეც კონტრიბუციის ნაწილში უნდა ვისაუბროთ მთლიან შიდა პროდუქტის ნაწილში. ასევე ჩვენ დღევანდელ ფორმატში ვთხოვეთ ექსპერტებს მობრძანება, ჩვენ გვინდა რომ მათაც მოისმინონ ეს პრეზენტაცია, ასევე სამოქმედო გეგმები, სამომავლო თუ როგორ ხედავთ ამ დარგის განვითარებას, ვინაიდან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია და უნდა გვესმოდეს რასთანა გვაქვს საქმე. თუ რაღაცა არის გამოსასწორებელი, თუ რამე არის სხვა მიმართულებით წასაყვანი, ეს უნდა გავითვალისწინოთ და აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ დამატებული ღირებულება არის ჩვენი ამოსავალი წერტილი, შეიძლება ასე ითქვას. საგარეო ვაჭრობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არის ნეგატიური ბალანსი, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 3-4 წლის მანძილზე 2020 წლისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ აგროსასურსათო ვაჭრობა ზოგადად
მთლიანი, ესე ვთქვათ, გამოშვების ნაწილში იქნება პოზიტიური, ჩვენ არ ვამბობთ ამას ჰაერიდან მოტანის, რა თქმა უნდა, ამის უკან დგას ის გეგმები, რომლებიც ჩვენ გვაქვს გაწერილი 2020 წლამდე. როგორც ხედავთ, დაახლოებით 9 მილიარდის არის ნეგატიური სალდო. წლევანდელი წელი, რა თქმა უნდა, გამორჩეული იყო თავის სირთულეებით და გამოწვევებით, ბუნებრივია, ვინაიდან რაც ხდებოდა რეგიონში, ზოგადად, რაც ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, მე რა თქმა უნდა არ დავკონკრეტები, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ყველაზე და საქართველოს რამდენად ვერ იქნებოდა გამონაკლისი. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ბაზრების დივერსიფიკაციის ნაწილში ამაზე აქტიურად მუშაობთ. რაც შეეხება ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წილს ზოგადად 2015 წლის 10 თვის მონაცემებით ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ვაჭრობა როგორც ევროკავშირში, ასევე წარმოდგენილი გვაქვს DST-ს ქვეყნებში. მნიშვნელოვანია ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულება. თქვენ როგორც ხედავთ, აქ ჩვენ სულ რაღაც 10 თვე გვაქვს 2016 წლის, 15 წლის, თუმცა მზარდია ტენდენცია, ძალიან მნიშვნელოვანი და ლიდერობს ისეთი ქვეყნები, როგორც არის გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ლიტვა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი პრიორიტეტი ბუნებრივი არის სანდო ბაზრები პირველ რიგში არის ევროკავშირის ბაზრები, რომელთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გავაფორმეთ მოგეხსენება და არ შეიძლება ამის არ გამოყენება, თუმცა ის უნდა გვესმოდეს, რომ ერთ დღეში ჩვენ ვერ გავზდით, ვერ გავაათმაგებთ ექსპორტს, ვინაიდან პროდუქციის წარმოება არის მნიშვნელოვანი და ამიტომ პირველ რიგში უნდა ხელი შეეწყოს გადამამუშავებელი საწარმოების ხელშეწყობას, რომელზეც ასევე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ. რაც შეეხება საქართველოს მელიორაციას, მე მინდა გითხრათ, რომ აქ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ზოგადად დარგში. ამ მიმართულებაში ჩვენ ძალიან დიდი სახსრებით ჩავდეს, 120 მილიონზე მეტი არის წასული ზოგადად როგორც რეაბილიტაციის, ისე ექსპლუატაციის პროექტებზე. წყალუზრუნველყოფილია საკმაოდ დიდი მასივები, თუმცა ეს არ იყო საკმარისი და ჩვენ მოგვიწია მობილური მელიორაციის ჩამოტანა საქართველოში, რომელიც რა თქმა უნდა ადრე არსებობდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში ბუნებრივია ეს აღარ არის ხელმისაწვდომი და მოვახერხეთ უკვე ამ სეზონზე 200 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის წყალუზრუნველყოფა მობილური გადასატანი სატუმბის სადგურებით, რომელსაც ჩვენ გეგმავთ, რომ სამომავლოდ მომავალ წლისთვის კიდევ რამოდენიმე ათეულ ერთეულს შევიძენთ, იმდენად მაღალია მოთხოვნა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ისევ ციფრებია, ჩვენ უნდა ვისაუბროთ თუ რა იყო და რა არის დღეს და რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ. როგორც ხედავთ, დაახლოებით გაორმაგებულია პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელი, მათ შორის წყალუზრუნველყოფის მაჩვენებელიც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, გახლავთ თუ რამდენი კონტრაქტი გაფორმდა ამ პერიოდში. ანუ ერთი არის წყალუზრუნველყოფა და მეორე არის ამ წყლის გამოყენება. რეალურად რამდენი ტერიტორია, რა მასივები ირწყვება და რამდენი ადამიანი იყენებს და როგორც ხედავთ, აქაც ჩვენ სადღაც 53000-ზე მეტი გვაქვს მოცემულობა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკვე პრინციპში 97000 აცდა ჩვენი მაჩვენებლები და 100000 ჰექტრამდეა მისული, თუმცა მომავალ წელს ჩვენ გეგმავთ, რომ დაახლოებით 120.000 ჰექტარზე ავიდეთ, მაგრამ ამავდროულად გავზარდოთ აუცილებლად მოხმარების კოეფიციენტი. ასევე ჩვენ აქტიურად მუშაობთ, ესე ვთქვათ, მელიორაციის კომპანიის რებრენდინგზე, მის როგორც გამართულ სტრუქტურაზე და კომერციულად მიმზიდველ ორგანიზაციის ქცევაზე, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება იყოს დოტაციებზე, ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად გახდეს მომგებიანი ორგანიზაცია, დავაწესოთ სწორი ტარიფები, დღევანდელი ტარიფები, რაც არის ის ტრადიციული ტარიფებია, რაც მემკვიდრეობით გვერგო და რა თქმა უნდა ეს არ არის ის, რაც უნდა იყოს. შესაბამისად, ამაზე დაწყებულია გუნდს მუშაობა, ასევე ინერგება ERP სისტემა, რესურსების მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის და უფრო ესე ვთქვათ, მეტ ოპტიმიზაციის შესაძლებლობას მოგცემს ამ მიმართულებებში. კოოპერატივის განვითარება ალბათ მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. მე აქ ხაზი უნდა გავუსვა აუცილებლად ტემპარდის პროგრამას, ევროკავშირის მხარდაჭერას, ვინაიდან მათი დახმარებით ჩვენ შევძელით და როგორც ხედავთ 1200-ზე მეტი კოოპერატივი არის დარეგისტრირებული უკვე საქართველოში. თუმცა მხოლოდ ციფრებზე არ არის საუბარი, ჩვენ ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ იმას, რომ მათ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილონ. აქ თავიდან იყო გამოწვევები, როგორც არის კომუნიკაცია, რომ ეს არ არის კოლმეურნეობა, რომ ეს არის სხვა მოცემულობა, სხვა მოდელი და აქ არის ადამიანის, ესე ვთქვათ, ქონებრივ შესაძლებლობებზე და უფლებებზეც მათ შორის საუბარი. ამ მიმართულებით მე მინდა ხაზი გაუსვა დარჩელის კოოპერატივს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოოპერატივი, შეიძლება ასე ითქვას, ვინაიდან აქ წარმოდგენილია 500-ზე მეტი მაცხოვრებელი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ პროექტის ფარგლებში და გახდა კოოპერატივის წევრი. ან 500-ზე მეტი წევრი ყავს დარჩელის თხილის კოოპერატივს. ასევე ჩვენ მუშაობთ კონცეფტზე ერთი სოფელი, ერთი პროდუქტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ
განვავითაროთ და საქართველოში არის ამის შესაძლებლობა და ძალიან ბევრი პრაქტიკაა მსოფლიოში, რომელიც ჩვენ გვაძლევს ამის საფუძველს, რომ ასე მივუდგეთ და ერთ-ერთი სხვათა შორის გახლავთ სწორედ რომ თხილის მიმართულება, ასევე თქვენ როგორც იცით, ჩაის კუთხით ჩვენ გუშინ დავიწყეთ საინტერესო პროექტი და ამაზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ღვინის გარეშე ვერ ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის დარგზე. მიუხედავად ბევრი გამოწვევებისა, როგორც კომუნიკაციის თვალსაზრისით, ისე ზოგადად დარგობრივი თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იყო რთველი, ამას ცხადყოფს ის შედეგები ჩვენ რაც მივიღეთ, ციფრები, რომელსაც ჩვენ გავივლით, მნიშვნელოვანია ის სხვა ღონისძიებები, ეს არ არის მხოლოდ რთველი ბუნებრივია, რასაც ემსახურება ღვინის ეროვნული სააგენტო, ეს გახლავთ მთელი რიგი მიმართულებები, რომელმაც წელში გამართა, შეიძლება ითქვას, დღევანდელი მეღვინეობის სექტორი, მევენახეობის სექტორი, როგორც ასევე ჩვენ გქონდა საპილოტო პროექტად დაგეგმილი და განვახორციელეთ გახლავთ კადასტრის შემუშავება და გაკეთება, მათ შორის რაჭის რეგიონში, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი და ჩვენ უკვე ამ პროექტს გავაგრძელებთ, ვინაიდან ადგილწარმოშობა მეღვინეობაში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გეოგრაფიული და ჩვენ ამ მიმართულებით აუცილებლად გვინდა რომ კიდევ უფრო წავახალისოთ. ასევე ღვინის ხარისხი კონტროლდება სისტემატურად, ცუდი ღვინო პრაქტიკულად აღარ იყიდება. ჩვენ შარშანმე შეგახსენებთ, რომ როგორც ჭაჭის კონტროლი, ასევე დავაწესეთ მონიტორინგი როგორც უვნებლობის, ისე ფალსიფიცირების კუთხით ღვინის წარმოების ნაწილში და ძალიან ცოტა გამოვლინება იყო საეჭვო და ჩვენ და სასიხარულო ძალიან ცოტა იყო, ესე ვთქვათ, რეალურად ცუდი ღვინო. ამიტომ ეს მე ვიტყოდი, რომ შეგვიძლია ამით ვიამაყოთ პრინციპში და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ბოთლი ღვინო, რომელიც ქართულ დახს ედევს, აბსოლუტურად უტოლდებოდეს ნებისმიერ ექსპორტირებულს, იმიტომ რომ ექსპორტის ნაწილში იმიჯი გაცილებით მეტი აქვს ქართული ღვინის ხარისხს და სამუშაო შიდა ბაზებზე, მათ შორის სამწუხარო ციფრები გვაქვს ჩვენ არყისა და ღვინის მოხმარების ნაწილში, დაახლოებით 7-ჯერ მეტი არაყი მოიხმარება საქართველოში ვიდრე ღვინო და ესეც საკმაოდ სავალალო ციფრია და ჩვენ გეგმავთ, რომ რაღაცნაირად ხელი შევუწყოთ ამ ბალანსს. ასევე ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციის ნაწილში ჩვენ მქონდა არაერთი გამოფენა, ძალიან სერიოზული და ამბიციური, ესე ვთქვათ, ერთობლივი მათ შორის იყო ღონისძიებები, ეს იყო იგივე იაპონურ კერძებთან ქართული ღვინის შეთავსება, ასევე იყო იცით საფერავის ჭიქა გაგვიგვია ყველას, რომ საფერავს უკვე თავისი ჭიქა აქვს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჰქონდა ევროპაში ბევრგან და ჩინეთში მე მინდა განსაკუთრებულად გამოვყო, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულება და ექსპორტიც გვიჩვენებს ჩვენ ამას, რომ არის ჩინეთის მიმართულება, რომელიც ასევე ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით არის საკმაოდ საინტერესო. რთველის ორგანიზებულად ჩატარების ციფრებზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკულად რეკორდული მოსავალი იყო ჩაბარებული მიმდინარე წელს, ეს იყო 155,000 ტონაზე მეტი, მაგრამ აქ ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ის, რომ რეალურად ჩვენ მიუხედავად იმ კომუნიკაციის სირთულეებისა თუ გამოწვევებისა, პროვოკაციების მცდელობებისა თუ რაც მინდა დავარქვათ, ჩვენ მაინც შევძელით და ის პრინციპული პოზიცია შევინარჩუნეთ, რომელიც აუცილებელი იყო დარგის გაჯანსაღებისთვის, აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ჩვენ არ შევიდეთ დათურ სამსახურში, ჩვენ მხოლოდ დავეხმაროთ იქ, სადაც ამის გამოუვალი აუცილებლობაა. ექსპორტის კუთხით, რა თქმა უნდა, მიმდინარე წელს არის კლება, შაშანდელი წელი იყო პიკური პრინციპში, თუმცა ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ დაახლოებით შეიძლება 2013 წლის პარამეტრებს დავუახლოვდეთ. რაც შეეხება უშუალოდ ესეთის ქვეყნებში ღვინის ექსპორტს, რომელიც ასევე ყოველთვის არის ხოლმე განჯის საგანი, მაგრამ უფრო ალბათ მიზეზია ვიდრე რეალობა, იმიტომ რომ ციფრები ცხადყოფს აქაც დივერსიფიკაციას, მე დეტალებში არ შევალ თქვენის ნებართვით, მაგრამ ჩვენ ხედავთ თუ როგორი მზარდია ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტი. და ასევე მინდა ხაზი გავუსვათ, რომ დამერწმუნებით ღვინოს ახასიათებს სპეციფიკა, როდესაც ის შედის უცხო ბაზარზე, სადაც ის ცნობადი არ არის, მას ძალიან დიდი დრო ჭირდება იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდროს, იმისთვის, რომ ამ ყველას დაუმტკიცოს, რომ ის ნამდვილად კარგია. ხოლო ტრადიციული ბაზრები ისეთივე ქვეყნებიც, როგორც არის თუნდაც იტალია, თუნდაც საფრანგეთი, 2-3 ბაზარზეა 60-70% მათი ექსპორტისა დამოკიდებული. ამიტომ ჩვენ არა ვართ გამონაკლისი, ჩვენ არა ვართ განსხვავებული მოცემულობა, თუმცა ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია დივერსიფიკაცია და ისეთ ქვეყნებში მაქსიმალურად ექსპორტის ხელშეწყობა, სადაც ამისი ყველაზე ნაკლები რისკი ახლავს ბაზარს, ვინაიდან ყველა ბაზარს შეიძლება თან ახდეს რისკი. აქვე შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩვენ პრინციპში უკრაინის მაგალითი, რაც მე ვფიქრობ, რომ თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა ტიპის რისკები შეიძლება იყოს, ვინაიდან უკრაინა იყო ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორი და უკვე მე-6 ადგილს ლამის გაცდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თადარიგი დავიჭიროთ, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია დროული იყოს და ყველანაირად ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებების დივერსიფიკაციას.
რაც შეეხება სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ამ მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დამაიმედებელი ციფრები გვაქვს. ეს სამსახური პრაქტიკულად არ არსებობდა პრინციპში, მე მგონი ამის შესახებ ყველამ ვიცით, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ განიცადა ریبرენდინგი, შესაბამისი აღჭურვილობა მიიღეს, გადამზადება მიმდინარეობს თანამშრომლები, ზოგადად განათლება, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაში არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა, მე ესე ვიტყოდი, რომელსაც ყველაზე მეტი დრო ჭირდება, იმიტომ რომ ეს პროცესი ხელშეწყობისა უკვე დაწყებულია, მაგრამ ამას დაჭირდება წლები, რომ ჩვენ მივიღოთ ის, რაც საბოლოო ჯამში გვინდა, მაღალი შედეგი განათლების თვალსაზრისით. როგორც ხედავთ, შემოწმებული ბიზნეს ოპერატორების რაოდენობა არის 10,000-ზე მეტი, ეს ძალიან მაღალი ციფრია და მე მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე წელს ეს გრძელდება, ჯერ არ დასრულებულა ბუნებრივია. ვეტერინარიის კუთხითაც გვაქვს ჩვენ სახელმწიფო პროგრამები, ამასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, რასაც ხაზი უნდა გაუსვათ, გახლავთ ბრუცელოზის პროგრამა. ეს არის პროგრამა, რომელმაც ძალიან დიდი შედეგები უნდა მოიტანოს და კეთილსაიმედოობის კუთხით ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა საქართველო იყოს სავიზიტო ბარათი რეგიონში. ასევე სასაკლაოების და ვეტერინარიების კუთხით, აქაც მე დეტალებზე არ შევსაკ, საკმაოდ ვრცელია პრეზენტაცია და არ მინდა რომ დაგღალოთ. მცენარეთა დაცვა, აქ მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენ გავწევრიანდით ხმელთაშუა ზღვისა და ევროპის მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ვართ 51 ქვეყანა, საქართველო არ იყო ამის წევრი და 7 წელი მიმდინარეობდა მუშაობა ამ მიმართულებით, რომ ეს მომხდარიყო, ამიტომ ჩვენ ამას მივახციეთ, ძალიან კარგია ეს, ვინაიდან ჩვენ ვიზიარებთ იმ ექსპერტიზას, რაც არსებობს მსოფლიოში ზოგადად ამ მიმართულებებით. ასევე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ახალი პროგრამები განვახორციელეთ, როგორც ხედავთ, კოღოს პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ საქართველოში, ეს იყო კახეთის რეგიონში, ეს იყო დასავლეთ საქართველოში. ჩვენ პირველად დავიწყეთ ეს ღონისძიებები და ძალიან დადებითი შედეგები აქვს უკვე. ამიტომ ჩვენ ამ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ. აქ ჩართულია გარემოს დაცვის სამინისტროც, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ გარემოზე ზემოქმედება იყოს მაქსიმალურად გაანალიზებული და იჯდეს ყველა იმ პარამეტრში, რომელიც დაშვებულია საერთაშორისო ნორმებითა და სტანდარტებით. რაც შეეხება ლაბორატორიას, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია წარმოდგენილია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, პრაქტიკულად ყველა რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის ინფორმაციაც, რომ ჩვენ პრაქტიკულად წელს გავხსენით რამოდენიმე თვის წინ ახალი ლაბორატორია, ფიტოსანიტარული ლაბორატორია, სადაც ესე ვთქვათ, ჩვენი სპეციალისტები გადიან ვალიდირების პროცედურებს, რათა მიიღონ საერთაშორისო აკრედიტაცია. ასევე მნიშვნელოვანია თაფლის ლაბორატორია, რომელიც საქართველოში აქამდე არ არსებობდა და ამიტომ ჩვენ იძულებულნი ვიყავით, რომ ქართული თაფლის ნიმუშები გაგვეგზავნა ევროპაში შემოწმებისთვის, საიდანაც მე მოდიოდა ხოლმე ხშირ შემთხვევაში თითქმის ნახევარზე მეტი უარყოფითი პასუხი, მე მიდიოდა ამისი ხელახალი გადაგზავნები და ასე შემდეგ და ჩვენ უკვე გაგვიჩნდა ამის შესაძლებლობა საქართველოში, აქაც ვალიდირების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ უკვე დავაანონსეთ, რომ კოოპერატივებს შეუძლიათ მოიტანონ თავიანთი თაფლის ნიმუშები, გააკეთონ დასკვნები და შესაბამისი ღონისძიებებიც გაატარონ. გაცილებით მეტ დროს მოვიგებთ, გაცილებით უფრო კარგი ინტერაქტივი და კომუნიკაცია გამოვა ამ მიმართულებით, რათა სწორი რეკომენდაციები გაუწიოთ მათ. სამეცნიერო კვლევით ცენტრი ასევე მოგეხსენებათ გახლავთ ახალი მიმართულება სოფლის მეურნეობაში, ჩვენ ამას ვხედავთ როგორც ბაზის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასა, რომელსაც აქვს რამოდენიმე მიმართულების დატვირთვა, ერთ-ერთი არის კვლევა და ინოვაციური მიდგომების იდენტიფიცირება, ეს არის ასევე განვითარების პროგრამები, ეს გახლავთ ასევე საგრანტო მიმართულებები, რომელზეც ჩვენ მომავალში დავიწყებთ მუშაობას, ასევე გახლავთ მთელი ინსტიტუტი, სადაც წარმოადგენს ძალიან ბევრი საპატიო მეცნიერი, რომელიც მუშაობს და როგორც იქნა დარგში ეს კონტრიბუცია წამოვიდა, რომ ჩვენ რეალურად შედეგს ვიღებთ. მიუხედავად იმისა, არის სულ რაღაც 1 წლის და მე არ ვიცი რამდენად თქვენ იცნობთ, მაგრამ ძალიან აქ ჩვენ სხვათა შორის გვერდით პავილიონში გვაქვს წარმოდგენილი ძალიან საინტერესო სტენდები, მათ შორის არის როგორც სამეცნიერო მიმართულება, ესე ნებისმიერი სხვა უწყება და შეგიძლიათ დაათვალიეროთ, თუ ამის სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს არის ფუნდამენტი განვითარებისა და ძალიან კარგია, რომ ეს უკვე დაარსდა, ეს უკვე მუშაობს, მათ აქვს განახლებული ინფრასტრუქტურა, ახალი ოფისები, კარგი პირობები სამუშაო და ჩვენ შედეგებს უკვე ვღებულობთ. რაც შეეხება პრინციპში შეგვიძლია გავიაროთ, ეს გახლავთ ჯიღაურის მეურნეობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება, რომელიც მე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ვინაიდან ჩვენ არ გვიწევს ნულიდან ყველაფრის გაშენება, აქ უკვე იყო გაშენებული ეს სასწრაფო მეურნეობა, ეს გახლავთ ცენტრი, სადაც წარმოდგენილია უძველესი ვაზის ჯიშები, მათ შორის არის
ის ვაზის ჯიშები, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად აღარ არსებობს და ექსპედიციები დღესაც მიმდინარეობს 400-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიში უკვე აღმოჩენილია, ეს უკვე წარმოდგენილია ამ მეურნეობაში, ამ კოლექციაში და დაახლოებით 525-ია სულ მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა რა თქმა უნდა, ზოგიერთი მათგანი ჯერ ვერ მოვიძიეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის მებაღეობის პროგრამები, რომელსაც ვახორციელებთ და სწორედ ეს ხალხი გახლავთ ისინი, ვინც უწევს რეკომენდაციას თუ რა გაკეთდეს, როგორ გაკეთდეს და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ახალი ინფრასტრუქტურები, რომელსაც გეგმავთ, მათ შორის მე მინდა გამოვყვა ალბათ ყველაზე განსაკუთრებული ანასეულის ცენტრი, რომლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, ასევე მუხურის ფუტკრის ბაზა, სადაც ADD ბაზა კეთდება და ასევე უკვე საველე ჯგუფი ჩასულია და მუშაობს უკვე რამოდენიმე თვეა ამ რეგიონში, რათა მოიკვლიონ შეიძინონ ისკები, რომელიც შეიძლება იყოს სადღაც ძალიან რთული იყო ამის პოვნა და საკმაოდ გაჭირდა, ესე ვთქვათ, იმ მუხურის ტრადიციული ფუტკრის მოძიება. რაც შეეხება პროექტების მართვის სააგენტოს, ეს ალბათ ყველასთვის გაცილებით უფრო ცნობილი მიმართულებაა, ეს გახლავთ სააგენტო, სადაც თავს იყრის ძალიან ბევრი მიმართულება, მათ შორის არის სხვათა შორის მექანიზატორი შედის მათ სტრუქტურაში. პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს შეღავათიანი აგროკრედიტის მიმართულებით პროექტებს, ასევე გამოყოს სპეციალისტებს, რომლებიც ბიზნეს პროცესის და ბიზნეს პროექტების დამუშავებაში ეხმარებიან ბენეფიციარებს. აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც ასევე შემუშავებულია პროექტების მართვის ბაზაზე, საგრანტო პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობას და რა თქმა უნდა, ბევრი სხვა მიმართულება, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, იხსნება ახალი საწარმოები, ხდება გადაიარაღება და ასე შემდეგ. პირველი ალბათ, რასაც ხაზი უნდა გავუსვათ, არის მცირემიწიან ფერმერთა სამწლიანი პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს პრაქტიკულად სრულდება და სადაც 300 მილიონზე მეტი რესურსი იქნა მობილიზებული, რამაც დამატებით სტიმული მისცა მოსახლეობას იმისთვის, რომ მიწები დაემუშავებინათ. ასევე აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც არის ძალიან წარმატებული პროგრამა და ყველაზე მნიშვნელოვანი აქაც არის ვისაუბროთ ციფრებზე. ციფრები გახლავთ 189 მილიონი ლარის დაზღვეული აგრორისკი და სულ მე მინდა ასევე შედარებისთვის მოგახსენოთ, რომ 2004-დან 2014 წლამდე ჯამში სულ 2 მილიონი ლარის რისკი იყო დაზღვეული. ანუ ეს არის ის შედეგი, რაც მიიღო 3 თვე პილოტი და 1 წელი, არასრული წელი აგროდაზღვევის პროგრამამ შედეგად, თუმცა აქაც ჩვენ უკვე სამომავლო წლისთვის გვქონდა უკვე კონსულტაციები კერძო სექტორის, სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ იმაზე, თუ კიდე დამატებით რა ცვლილებები შეიძლება დაჭირდეს ამ დარგს, რათა იყოს ორმაგი მოტივაცია კერძო სექტორიდან და მოტივაცია ბენეფიციარების მხრიდან. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ჩვენ გვაქვს 129 ახალი საწარმო და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჩვენ ხაზი გავუსვათ იმას, რომ გადაიარაღდა საკმაოდ დიდი რაოდენობა საწარმოებისა, 600-ზე მეტი საწარმო გადაიარაღდა. ჩვენ ასევე გვქონდა მედიატორები, მოვინახულეთ და იმედია ეს აღარ არის, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ და პრაქტიკულად თითქმის ყველა რეგიონში არის წარმოდგენილი მინიმუმ ერთი სტარტაპი, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ამის კომუნიკაცია გავაკეთოთ მაქსიმალურად და გავაგრძელოთ ეს პროექტი ჩვენ პაიპლაინში, ასე ვთქვათ, მოლოდინის რეჟიმში კიდევ გვაქვს პროექტები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ, ასე ვთქვათ, ვგეგმავთ, რომ იმდენი წლის ბოლოსთვის დაახლოებით შეიძლება 140-მდე პროექტი გქონდეს უკვე დაფინანსებული. გადამამუშავებელი საწარმოები არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, ჩვენ რამოდენიმე ცვლილება შევიტანეთ გუშინ მთავრობაში ამ დადგენილებებში, რომელიც ითვალისწინებს დაფინანსებას, მათ შორის იყო 12 მუნიციპალიტეტი, რომელსაც ჰქონდა ყველაზე დაბალი ეკონომიკური აქტივობა და დამატებითი სტიმულისთვის გავაჩინეთ დამატებითი კომპონენტები დაფინანსების კუთხით, რათა კიდევ უფრო მეტი მიმზიდველობა გქონდეს ამ რეგიონს, რა თქმა უნდა, ეს ეხება მათ შორის მაღალმთიან რეგიონებს. ახალი სამუშაო ადგილები არის დაახლოებით 3500, 123 ახალი საწარმოა თვითონ შეღავათიან აგროკრედიტის ნაწილში, 5 არის საწარმოი საქართველოში, 11 არის გადამამუშავებელში და 665, როგორც მოგახსენეთ, არის გადაიარაღებული და მოდერნიზებული, ესე ვთქვათ, მიმართულებები. ასევე არ შეიძლება არ ვისაუბროთ ჩვენს სანდო პარტნიორებზე, არ შეიძლება არ ვისაუბროთ მათზე, ვისი ძალისხმევით და თანადგომითაც ხორციელდება ეს პროექტები, ეს გახლავთ ჩვენი, ესე ვთქვათ,
სანდო პარტნიორები, მე უფრო ესე ვიტყოდი, არა მხოლოდ დონორები, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან დიდ დახმარებას ვიღებთ, არა მხოლოდ ფინანსურს, რომელსაც ჩვენ ხედავთ, არამედ ასევე კონსულტაციების, რჩევების თვალსაზრისით, პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაციის ნაწილში ზოგმა ქვეყანამ მოიგო აგრარულ დარგში, ზოგი კიდევ ცოტა არ იყოს წაგებული დარჩა, ამიტომ ჩვენ ორივე პრაქტიკა უნდა გავიზიაროთ და მაქსიმალურად ვისწავლოთ ზღვის შეცდომებს. ეს არის ჩვენი მიზანი. თქვენ როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი თანხების მობილიზაცია ხდება ამ მიმართულებით, ასევე ჩვენ EMPART 2-ის პროექტი დაგვიმტკიცდა და მე მინდა ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა დონორს ამ დანადგომისთვის. ასევე როგორც იცით, ჩვენ მელიორაციაში ორიო გვეხმარება, ჰოლანდია, ასევე არის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა, USAID, IFAD, ჩინეთის რესპუბლიკა, ასევე CIB, რომელიც ასევე ევროკავშირის პროექტია, USDA, USAID და ასე შემდეგ. ასევე პრინციპში აქაც წარმოდგენილია ჩვენი მემორანდუმები და შეთანხმებები, რომელიც გაფორმდა ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში. საერთაშორისო ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის, ისევე როგორც ტექნოლოგიები ზოგადად, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობის დარგი ვერ იქნება ჩაკეტილი. თუ ჩვენ არ გავიზიარეთ სხვისი წარმატებული ქვეყნების ისტორიები, თუ არ გავიზიარეთ მათი პრაქტიკები, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიჭირდება განვითარება. რაც შეეხება უშუალოდ დონორების მიმართულებას, ჩვენ თანამშრომლობთ, რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზაციასთან, ჩვენ მქონდა ძალიან საინტერესო საერთაშორისო დონის შეხვედრები, მე მინდა ბოლო შეხვედრა შეგახსენოთ, ჩვენ მქონდა შეხვედრა IFAD-ის პრეზიდენტთან, რომელიც იყო ჩამოსული საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, იმიტომ რომ იყო მისი პირველი ვიზიტი რეგიონში, ეს არ გახლდათ პირველი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველად გახლდათ რეგიონში და ჩვენთან იყო და შემდეგ ის თურქეთში წაბრძანდა, ასე რომ ძალიან ბევრი მიმართულება ჩვენ აქ ქონდა შეხვედრები თურქეთის მხარესთან, მოგეხსენებათ მთავრობის ფორმირებამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო და ამიტომ ცოტა არ იყოს კომუნიკაცია, არ იყო ბოლო დროს ინტენსიური სამწუხაროდ, ვინაიდან ჩვენ თურქეთთან გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელზეც ჩვენ გვინდა დავიწყოთ დისკუსია ჩვენს კოლეგასთან, რათა არის იქ მიმართულებები, სადაც გვინდა მნიშვნელოვნად დავაკორექტიროთ მთელი რიგი მიმართულებები. ასევე რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ღონისძიება, რომლის დეტალებსაც მე თავს აღარ მოგახვევთ, პრინციპში, რა თქმა უნდა, რეგიონალური ვიზიტები, ასევე იყო, ესე ვთქვათ, რამოდენიმე მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნა სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ მქონდა მედიატური და დარწმუნებული შეიძლება აქაც იყვნენ ჟურნალისტები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა მედიატურში. აქაც დონორები დაგვეხმარა, დაგვიფინანსეს მედიატურის ხარჯები, იმიტომ რომ ძალიან რთულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვერ შეძლებთ ამის დაფინანსება. ჩვენ მქონდა კახეთში მედიატური, ჩვენ მქონდა სამეგრელოში მედიატური და ჟურნალისტებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავად დაეთვალიერებინათ ის ახალი საწარმოები, რომელიც გაიხსნა რეგიონებში, თავად ენახათ თუ როგორ მუშაობს სოფლის მეურნეობის თითოეული უწყება და თითოეული სტრუქტურა და რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ყველა კითხვა, რაც შეიძლება ყოფილიყო, აღარ არსებობს ამ მომენტისთვის, თუმცა ჩვენ გეგმავთ, რომ გავაგრძელოთ ეს მედიატურები და სხვა რეგიონებში, მომავალი ჩვენ სამცხე-ჯავახეთს და შემდეგ უკვე აჭარას გეგმავთ და მომდევნო წელს იმედია, რომ დაახლოებით მეორე კვარტალის ბოლოსთვის ამ ორივე რეგიონის მონახულებას შევძლებთ. რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას, ჩვენ კომუნიკაციის გამოწვევებზე ხშირად ვსაუბრობთ და ერთ-ერთი პრობლემა გახლავთ სწორედ ის, რომ იმდენი რამ ხდება ზოგადად რეგიონში, ქვეყანაში, რომ ცოტა რთული ხდება და დიდი გამოწვევაა ხოლმე კომუნიკაცია, იმ რანგის კომუნიკაცია, რომელზეც ჩვენ გვაქვს პრეტენზია. სწორედ ამ მიზნით ჩვენ გამოვეცით გაზეთი, რომელიც არის ამ ეტაპზე ყოველთვიური გამოცემა და უსასყიდლოდ ურიგდებათ რეგიონში მოსახლეობას. ჩვენ გეგმავთ ტირაჟის გაზრდას და ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ამ გაზეთში. ეს გახლავთ შეფუთული სპეციალურად, რათა იყოს პრაქტიკული მისი, ესე ვთქვათ, ტრანსპორტირება იქნება თუ დისტრიბუცია და რაც მთავარია, აქ მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პროექტებს ახორციელებს სახელმწიფო, თუ რა მიდგომებია, რა მხარდაჭერებია და ასე შემდეგ. ჩვენ მქონდა ძალიან ბევრი გამოფენა, რომელშიც სხვათა შორის რამოდენიმე ნომინაციაც კი მივიღეთ. ყველაზე დიდი გამოფენა ისტორიაში, რაც გონია საქართველოს მხარეს მქონდა მწვანე კვირეულზე გერმანიაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა და ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად ვიყოთ წარმოდგენილები ყველგან, სადაც ჩვენ გვაქვს ვაჭრობის შესაძლებლობა. ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენ გავხსენით რამოდენიმე სურსათმცემლობის სააგენტოს ოფისი რეგიონებში, რამოდენიმე განვაახლეთ, ესეც რა თქმა უნდა დონორების მხარდაჭერით. ასევე როგორც სათა ოფისი, ისე რეგიონებში, ლაბორატორია, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებული
ოფისი, თითქმის ახალი ოფისი შეიძლება ასე ითქვას, სადაც ასევე წარმოდგენილია მუზეუმი, ღვინის მუზეუმი, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მუზეუმი თბილისში და ყველას გიწევთ, ვისაც გაინტერესებთ, ხოთ მობრძანდეთ დასათვალიერებლად. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, ასევე პოპულარული თემა ბოლო პერიოდში. მე ვიტყვი მხოლოდ ერთ რამეს, რომ რეალურად მოხდა ის, რომ საპილოტო პროექტი, რომელიც იყო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა და რომელიც დანერგა დელტამ და სხვათა შორის მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ ამისთვის და თავდაცვის სამინისტროს, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელმაც რეალურად მოუტანა ძალიან დიდი სარგებელი ხალხს. ეს გახლავთ 40-ზე მეტი სეტყვის პრევენცია რეგიონში. ეს ძალიან დიდი ციფრია. რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები, მაგრამ ეს იყო დასაშვებ ნორმაში, ეს ერთი და მეორე, დელტა გადადის ჭურვების წარმოებაზე და საქართველოში ნაწარმოები ჭურვებით შეხვდება მომავალ წელს სეზონს და ჩვენ გეგმავთ უკვე სხვა რეგიონებში ამ პროექტის ასე ვთქვათ, კიდევ გაგრძელებას, როგორც არის მაგალითად შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთი და სხვა რეგიონები, სადაც რეალურად არსებობს ამის საშიშროება. ასევე ჩვენ გვინდა მოგახსენოთ იმის შესახებ, თუ რა დაზიანებული ფართობები იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხით სეტყვის საწინააღმდეგო მიმართულების თვალსაზრისით, დროები, ასე ვთქვათ, მოხდა ბოლო წლების მანძილზე. მნიშვნელოვანია, რომ 2000 წლიდან საერთოდ სეტყვის აღრიცხვიანობა აღარ არსებობდა ქვეყანაში. რეალურად არ არსებობდა ციფრები ყოველი წლის მანძილზე, თუ რა რაოდენობის სეტყვა მოდიოდა. ეს იყო ძალიან მწირი ინფორმაცია და შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი, მაინც მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. ასევე სოციალური თანადგომა, მე მინდა შეგახსენოთ ჩვენი გუნდის ჩართულობა იგივე სტიქიასთან მიმართებაში, რომელიც იყო მიმდინარე წელს თბილისში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენი როგორც რუსეთის ეროვნული სააგენტოს, ისე მელიორაციის, ისე მექანიზაციის ჯგუფები მუშაობდნენ და ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს და ამისთვისაც მე მინდა მათ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ჩვენ შევიმუშავეთ რამოდენიმე ტექნიკური რეგლამენტი, ეს გახლავთ რძის რეგლამენტი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ მუშაობთ სხვადასხვა მიმართულების რეგლამენტებზე, ეს არის არა მხოლოდ ევროკავშირთან თანხვედრის ნაწილი, არამედ ეს არის პირველ რიგში ჩვენთვის, ჩვენი მომხმარებლებისთვის, რომ მომხმარებელმა იცოდეს თუ რას მიირთმევს, როდესაც ის შედის და დაღზე პოულობს პროდუქტს, მას ესმოდეს, რომ ეს არის მისთვის უნებელი, რომ ეს არის მისთვის ის პროდუქტი, რაშიც ის ფულს იხდის. და რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტი არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, როდესაც არ არსებობდა ორი მხარე, ბიზნესი, მომხმარებელი, სახელმწიფო იდგა ერთ მხარეს და ჩვენ ეს პრაქტიკულად ერთ კვირაში პრაქტიკაში დავნერგეთ. თუმცა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, სისტემატური კონტროლი და მონიტორინგი ამ მიმართულებით. აქ პრინციპში სულ ტექნიკურ რეგლამენტებზეა საუბარი, ჩვენ ჰარმონიზაციის ნაწილში რამოდენიმე დირექტივა, რომლის ესე ვთქვათ, შესრულებაც გვაქვს ვალდებულება და აღებული, ვცდილობთ რომ დავაჩქაროთ, მიუხედავად იმისა, ჩვენ გვაქვს სამწლიანი სამოქმედო გეგმა და მივყვებით ამ გრაფიკს და ბატონი დავითი ამას ძალიან მკაცრად გვიკონტროლებს, ჩვენ ვცდილობთ დავაჩქაროთ რამოდენიმე პარამეტრი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენმა გლეხებმა მიიღონ მაქსიმალურად ის სარგებელი, რაც არის გათვალისწინებული და რაც მნიშვნელოვანია კულტურის დასანერგად, რასაც ქვია კეთილსაიმედო გარემო, რასაც ქვია ჯანსაღი პროდუქტი და ნატურალური პროდუქტი. ძალიან დიდი მადლობა და გთხოვთ შესვენება 5 წუთით. დიდი მადლობა.